მოგესალმებით ჩვენ მაყურებლებო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კომპანია ბარაკას სათბურში, რომელიც მდებარეობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, სადაც მიმდინარეობს თანამედროვე ახალი ჯიშის კიტრების გადარგვა, გეტყვით ამ კიტრებთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვის შემდეგ. პირველ რიგში რა მინდა ვთქვა, გადარგვის წინ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკული გამოცდილება, რომ ეს კიტრის ჩითილი ჩავალბოთ ჩვენს მიერ მომზადებულ ხსნარში. როგორც უყურებთ, ფესვი თეთრია, ჯამრთელია. და ამისთვის აი ეს კიტრის გადარგვის შემდეგ რო გქონდეს ნაკლები სტრესი და იყოს დაცული სცენარი სხვადასხვა დაავადებებისაგან, ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ სამუშაო ნაზავს, პოლარის პროპკერის ყვითელ ჟელეს, რომელიც ეხმარება ფესვთა სისტემის განვითარებაში და რა თქმა უნდა არა მარტო ფესვთა სისტემის განვითარებაში, ცრიად მცენარისთვის, სხვადასხვა მიკროელემენტებით და მაკროელემენტებით ძალიან კარგ შედეგს იძლევა ეს მაღალფოსფორიანი სასუქი. ასევე გვაქვს ტრიქოსიმბიო, რომელიც არის ფაქტიურად ასე ვთქვათ, კეთილი სოკუ ამ შემთხვევაში, რომელიც ფესვზე დასახლდება და შემდგომ უკვე სხვადასხვა დაავადებას არ მისცემს საშუალებას, იგივე სოკუვან დაავადებას, რომ განვითარდეს ფესვს. და გვაქვს იმიდამექსი, რომელიც არის იმიდაკლოპრიდის შემცველობით, როგორც ვიცით, ეს სისტემური ნივთიერებაა და აი ამ ნივთიერების ფესვში შეწოვის შემდეგ დაცული იქნება ეს მცენარე სხვადასხვა მავნებლისაგან. ორიოდე სიტყვით გეტყვით, აგერ როგორ მოვამზადეთ ნაზავი, დაახლოებით 100 ლიტრი წყალში ჩვენ გავხსენით, წინასწარ გვაქვს აგერ ვედროები, სადაც გავხსენით ცალკე ერთი პრეპარატი, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე და ეს ყველაფერი დაახლოებით 100 ლიტრი წყალში მოვათავსეთ. 300 გრამი პოლარის პროპკერი ყვითელი, 70 გრამი ტრიქოსიმბიო და 20 გრამი იმიდამექსი, აი ეს რაოდენობები სრულიად საკმარისია დაახლოებით 100 ლიტრი წყლის მოსამზადებლად, რომელშიც როგორც ხედავთ უკვე ჩამბალია ჩვენი ჩითილი. შემდეგი პროცესი მიმდინარეობს ესე, ვიღებთ ჩითილს და რა თქმა უნდა გავეშურებით ამის გადასარგავად. როგორც უკვე აღნიშნეთ, ახლა მიმდინარეობს კიტრის ჩითილის გადარგვა. როგორც კადრში ვხედავთ, კომპანია ბარაკას თანამშრომლები მაქსიმალურად ვართ ჩართული ყველანი პრაქტიკულ სამუშაო პროცესში. ეს რა თქმა უნდა უფრო გვაახლოვებს ფერმერთან და უფრო მეტ პრაქტიკულ და უფრო მეტ თეორიულ გამოცდილებას გვძენს, რა თქმა უნდა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაფერი დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ ამ კიტრის შესახებ. ეს არის ფორესტი, კომპანია ფიტოს მიერ მოწოდებული კიტრი, ბეტალფას ტიპის კიტრია. ეს არის დაახლოებით 12-14 სანტიმეტრიანი გლუვი კიტრი, ცილინდრული ფორმით, რომელიც არის მაღალი გემონური თვისებებით. კომპანია ბარაკას ინიციატივით გასული 2-3 წლის განმავლობაში უამრავი სიახლე დაინერგა ბაზარზე, როგორც იყო საზამთრო ყვითელი რბილობით, უკურკო საზამთრო, რომელიც კურგის გარეშე, ასევე თეთრი დიუს ტიპის ნესვები, დალმატინელი და ასე შემდეგ. კომპანია არ ჩერდება ამ სიახლეებზე და ასევე გვთავაზობს კიტრის სეგმენტში ახალ ჰიბრიდს, რომელიც იქნება ბეტალფას ტიპის, არ იქნება სლაისერის ტიპის, რომელიც არის ძალიან გავრცელებული ლაგოდეხის რაიონში. ბეტალფას ტიპი არის გლუვი ცილინდრული ფორმის კიტრი, რომელიც გამოირჩევა მაღალი გემონური თვისებებით. ამ ტიპის კიტრებზე თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნა იზრდება და განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან ქსელური მარკეტები და ესეთი მსხვილი გამყიდველები სხვადასხვა პროდუქტის. რა თქმა უნდა, აი ამ სიახლით გვინდა ჩვენ ფერმერებს კიდევ დავანახოთ, რომ არსებობს კიდევ სხვა ჯიშები, რომელიც არის უკვე ევროპაში დანერგილი და საკმაოდ ჩვენთანაც უკვე კარგად იყიდებს ფეხს, აი ეს ჰიბრიდები, ამიტომ გვინდა რომ აი ეს ჩითილი, დარგული ჩითილი ჩვენ ფერმერებთან ერთად დავაკვირდეთ, როგორ მოსავალს მოგცემს და რა წარმატებით შეგვიძლია ამას ბაზარზე რეალიზება გავუკეთოთ. ამ მცირე და სასიამოვნო ინფორმაციით გემშვიდობებით, ყველას გისურვებთ ბარაქიან და უხმო სავალს.